ქრონიკის დახმარებით სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახის შემწეობას მიიღებს, ბადაშვილებს დაკარგულ საბუთებს აღუდგენენ. სოციალური მომსახურების სააგენტო კი მათ ყოველთვიურად ფულად დახმარებას გადასცემს. ჯერჯერობით ისევ პრობლემად რჩება საცხოვრებელი ბინა, რომელიც ბადაშვილებს დიდი ხანია არ ქონიათ. ისინი მუხიანში ყოფილი ბაზრობის ტერიტორიაზე მიტოვებულ კონტეინერში ცხოვრობენ და თავს ნაგავსაყრელზე ნაპოვნი ნივთებით ირჩენენ. ნაგავსაყრელზე მოგროვილი ჯართის ჩაბარებიდან აღებული თანხით ბადაშვილებმა დღეს 2 პურის შეძენა შეძლეს. საკვები ხვალამდე უნდა იყოთ, ამიტომ მისი დაზოგვა მოუწევთ. ოდნავ მოზრდილი პურის ნაჭერი ოჯახის ყველაზე უმცროს წევრს 11 წლის ნათიას შეხვდება. ოჯახი უმეტესწილად ჩიმშილობს. უსახსრობის გამო ბავშვის სიარულს ვერც სკოლაში ახერხებს. მინდა ყველა ბავშვი როგორც ისევე იყოს, როგორც სწავლობდა. ანუ ისე ცხოვრობდა, როგორც ჩვეულებრივი სხვა ბავშვები ცხოვრობენ. მუხიანში ყოფილი ბაზრობის ტერიტორიაზე მიტოვებულ კონტეინერში 5 სულიანი ოჯახი უკვე 6 წელია ცხოვრობს. უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ბადაშვილების ქონება 2 საწოლისა და ნაგავსაყრელზე ნაპოვნი ნივთებისგან შედგება. ოჯახი თავს ჯართის ჩაბარებით ირჩენს. ჯართსაც ვაკროვებთ პლასმასებს, წვავთ. არის ბოთლები გვხვდება ბაბარებთ. უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს საკუთარი სახლი არასდროს ქონია. ჯემალ ბადაშვილი სატვირთო მანქანის მძღოლად მუშაობდა და ოჯახის შენახვას და ქირის გადახდას ახერხებდა. სამსახურის 7 წლის წინ მაშინ დაკარგა, როდესაც სახლში ხანძარი გაჩნდა და მისი ყველა საბუთი დაიწვა. მას შემდეგ ჯემალ ბადაშვილი პირადობის დამადასტურებელი და მართვის მოწმობის აღებას უშედეგო ცდილობს. Armazlığını masrafıyor. Ahır mukalakıyor. Benim anasını bir ararız. Carimiz taksi olur, orası veriyor, orası sakar diyor da. ჯემალ ბადაშვილს საიდენტიფიკაციო საბუთების აღდგენასთან დაკავშირებით პრობლემები რომ აქვს, ეს გლდანი დაძალადევის რაიონის გამგეობამ ქრონიკისგან შეიტყო. ბადაშვილის ბაზაში პოვნა დღეს ვერც სამოქალაქო რეესტრში შეძლეს. რატომ გაქრა ბადაშვილის მონაცემები მოქალაქეების საერთო სიიდან, ამას ვერავინ ხსნის. თუმცა ორივე უწყება დაგვპირდა, რომ ოჯახს საბუთების მოძიებაში დაეხმარება. ორჯერ აღმოუჩინეთ მათ დახმარება, მეუტანეთ საწვავად შეშა მათი მძიმე სოციალური პირობების შესახებ. ჩვენთვის ცნობილი გახდა, მივეხმარებით ყველანაირად ყველა დოკუმენტის აღდგენაში. არიძებნება დოკუმენტები, რომლებიც დაადასტურებს კანონის დადგენილ ვადის განმავლობაში მის ცხოვრებას საქართველოს ტერიტორიაზე. ქრონიკამ დღეს ისიც გაარკვია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში ოჯახი უკვე აღრიცხულია და მომავალი თვიდან დახმარებას მიიღებს. შეფასდა ოჯახი, როგორც უკიდურესად ღატაკი, უკიდურესად ღატაკ ოჯახს დაენიშნება როგორც ფულადი დახმარება, ისე სამედიცინო დაზღვევა შევაძალაში ოჯახის ყველა რეგისტრირებული წევრისათვის. შიმშილის ზღვარზე და დახმარების მოლოდინში მყოფი პატარა ნათია ახლა წერილს მიხეილ სააკაშვილისთვის წერს. იმ იმედით, რომ როდესმე საკუთარი სახლი ექნება და სხვა ბავშვებივით ცხოვრებას შეძლებს.